თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ იმამყულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად დატოვა. იმამყულიევი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატია. იმ მოტივით, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე არ უცხოვრია, საქალაქო სასამართლომ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა, რაც CSKOM ძალაში დატოვა. სწორედაც გადაწყვეტილება გაასაჩივრა მან. სწორედ ამ ფაქტის გამო ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მარნეულის საქალაქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაპირისპირება მოხდა. დაკმაყოფილდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მარნეულის თემის გამგებლობის კანდიდატ წარდგენილი პირის აკმამედ იმამყულიევის სარჩელი გაუქმდა ნომერ 22 მარნეულის საქალაქო საარჩევნო კომისიის განკარგულება გამგებლობის კანდიდატ ახმამედ იმამყულიევისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გაუქმდა ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე აღუდგა საარჩევნო რეგისტრაცია ბატონ აკმამედ იმამყულიევს ის იქნება შეყვანილი ბიულეტენში და მონაწილეობას მიიღებს მოცემულ არჩევნებში. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მთელი საქართველო ავამუშავოთ. ეს არ ეხება მარტო მარნეულს, მე მთელ საქართველოს მოსახლეობას მინდა ვთქვა, რომ უნდა ავამუშავოთ საქართველო, უნდა ვიბრძოლოთ წინააღმდეგ იმ ძალებთან, რომლებიც აი ნამდვილად არ უნდათ, რომ იყოს საქართველო დემოკრატიული, იყოს საქართველო მშვიდი და კარგი მომავალისთვის უნდა ვიმუშაოთ, ვიბრძოლოთ. მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება სასამართლოსი, სამართლიანი გადაწყვეტილება, CSKOM-ის გადაწყვეტილება და საოლქოს იყო სამარცხვინო. არანაირი არგუმენტი არ არსებობდა იმისი, რომ ხელი შეეშალათ ახმედ იმამყულიევისთვის კენჭისყრაში. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ არის ოპოზიციიდან. ამ ფონზე კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა ისაც მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციაში, კერძოდ CSKOM-ის თავმჯდომარის პოზიცია, რომელმაც სასამართლო პრეცედენტების საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია მოახდინა კანონის, რაც არ ჯდება არც სამართლებრივ ჩარჩოებში და სამწუხაროდ ნათელს ხდის ძალიან მძიმე ვითარებას ამ ორგანოში და ძალიან ცუდია ჩვენი არჩევნებისთვის, ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის და საერთოდ დემოკრატიული კულტურისთვის. ჩემი პირადი პოზიცია, რომ CSKOM არ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არც ამოუღია ბატონი აკმამედ იმამყულიევის საარჩევნო ბიულეტენიდან, ბატონი აკმამედ იმამყულიევი არის საარჩევნო ბიულეტენში და დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენ ველოდებოდით და შესაბამისად ჩვენ 2 დღის განმავლობაში ვასრულებთ ბიულეტენების დაჭრას და ბატონი აკმამედ იმამყულიევი იქნება საარჩევნო ბიულეტენი.